დაუსრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ალექსანდრე მუხაძე, რომელიც არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში აღარ იმყოფება. საქმე, რომელზეც სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პატიმარ მალხაზ არქანიას წამებას ეხება. საგამოძიებო მასალების მიხედვით 2011 წელს დაკავებულ არქანიას არარსებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას აიძულებდნენ, რა დროსაც არაერთხელ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება კი ფარული ვიდეო მასალა. საქმის სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ დამდგარი შედეგით უკმაყოფილოა დაზარალებულის ადვოკატი. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ არქანიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ ფარულ ვიდეო კადრებში ჩანს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მეტსახელად კილერა, როგორ აწამებს პატიმარ მალხაზ არქანიას გლდანის ციხეში. მუხაძე პატიმარს ფიზიკურად არაერთხელ უსწორდება და მეგის ქარდავასთან ერთად გაუპატიურებით ემუქრება, თუ არქანია მათთვის სასურველ ჩვენებას არ დაწერს და არარსებულ ტერორიზმს არ აღიარებს. კადრებში ასევე ჩანს მუხაძე და მეგის ქარდავა, როგორ აიძულებენ პატიმარს შეჭამოს აღიარებითი ჩვენება, რომელიც მათთვის ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. მანამდე მალხაზ არქანია ეგრეთ წოდებულ კარანტინში ჩაიყვანეს და აყურებინეს სექსუალურად, როგორ ძალადობდნენ ერთ-ერთ პატიმარზე. უთხრეს, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით არქანიას მოუწყეს გაუპატიურების ინსცენირება და ვიდეო კამერით გადაიღეს. მალე ხო გაგერთით ყია გენანება ჩემთვის რომკალი და всё რა გათავდება ის ყველაფერი. 2011 წელს გლდანის ციხეში მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე 23 მაისს დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორმა საქართველოს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ მიმალვაში იმყოფება. მის ინტერესებს სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა. მალხაზ არქანია იყო, რომელიც აფხაზეთიდან რო გადმოვიდა დააკავეს მაგათ და ცდილობდნენ, რომ მაგას ეღიარებინა, რომ ტერორისტული აქტების მოწყობა. რაზეც ის არავითარ საქმის კურსში არ იყო და რა ეღიარებინა და გატანჯეს, ხანს ქუთაისში ყავდათ, ხან თბილისში ჩამოიყვანდნენ და ცემაში, ტანჯვაში და ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაშაკოლბაია ეს პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩვენება, რომელიც ჩვენებაც არ მოეწონა, მე ბრძანება გასცა, არ მომწონს ეს გაიყვანე და აწამეთო და ერთ-ერთი ეპიზოდია მიბომული, სადაც ქაღალდი შეაჭამეს, სადაც ინსცენირება მოუწყოს გაუპატიურების და ასე შემდეგ. ეს ყველა ბრძანებას ასე ვთქვათ ჭყალებში და ყველა მითითებას იძლეოდა ლაშაკოლბაია დღეს ეს პიროვნება საზოგადოების რიგით საზოგადოების ერთ-ერთი წევრია, რომელიც ალბათ თავაწეული დაიდეს ქუჩაში. დაზარალებულ მალხაზ არქანიას პრეტენზია აქვს გამოძიებასთან. არქანიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ 14 წლიანი გამოძიების შედეგად პატიმრის წამებაში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არაა. ადამიანმა, რომელმაც შეთხზა ჭყალებში ბრალდება, არარსებულ დოკუმენტზე ფალსიფიცირებული დოკუმენტის შექმნა, თითქოს და მას ნარკოტიკული ნივთიერება ამოუყო. ეს ადამიანი დღესაც თანამდებობაზე იმყოფება იმ კაბინეტში ზის და იმ შენობის ჭერიაფარია, სადაც მალხაზ არქანია პირველად აწამეს. იქ მონაწილე პატიმრები, რომლებიც აუპატიურებდნენ იმ ვიღაც X უცნობს, ისიც იდენტიფიცირებულია ამ საქმეში და ის პირები პასუხისმგებაში არ არიან მიცემული და დღეს გარეთ არიან. აქ მხოლოდ ყაჭეიშვილი, ფაცაცია, მეგისი ქარდავა, მუხაძე, ყაჭეიშვილი არ გამომწეს, სადაც 5 პირია პასუხისმგებაში მიცემული. დანარჩენი 15 არის თავისუფლებაზე. მალხაზ არქანია გალში ცხოვრობს, ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. მისმა დამ გვიანბო მალხაზ არქანიას ენგურის ხიდთან დაკავების და წამების დეტალები. ნინო არქანიას თქმით, მის ძმას გლდანის ციხემდე ზუგდიდის ციხეში პერიოდულად აწამებდნენ. როდესაც ზუგდიდის ციხეში ვეღარ აღმოაჩინეს, პატიმარს გლდანის დაწესებულებაში მიაგნეს. დამამძიებელი წავდათ, ჩართული იყო მის წამებაში. როცა სასურველ ჩვენებას არ იღებდნენ, ის პერიოდულად ანიშნებდა მის წამებლებს, რომ ეხა დროა ძალიან
გაყავს დრო და დროა მისი წამების. ეს იყო ლაშა ყოლბაია. ამგვართან ჩვენ ძალიან დიდი ნათესაური კავშირით გვაკავშირებს იარაღის მიდება შუბზე და იმის იმიტაცია კლელობის გაუპატიურების ინსცენირება, ჩვენების არასასურველი ჩვენების შემთხვევაში ქაღალდით შეაჭამეს. პარალელურად ეს არაადამიანური მის სხეულს დღესაც ეთყობა. მალხაზ არქანიას წამების საქმეზე პასუხისგებაში მიცემული არიან ასევე გლდანის ციხის ყოფილი მაღალჩინოსნები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცეცია, ასევე მეგის ქარდავა. ამ საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. ალექსანდრე მუხაძემ მსჯავრდებულია გლდანის ციხეში წამების სხვადასხვა ეპიზოდებზე, მათ შორის სერგო თეთრაძის წამებაზე. საქმეების ნაწილზე, სადაც წამებაში ასევე მუხაძეა ბრალდებული, განაჩენები ჯერ არ დამდგარა. მათ შორისაა გლდანის ციხეში ბესო ხარძიანის წამების საქმე, სადაც მუხაძე გია უდესიანთან ერთადაა ბრალდებული.